მეგობრებო, წინა ვიდეოში ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ უნდა გაგვესწორებინა არასწორად ჩაწერილი თარიღის ფორმატი. მოდი ახლა ამ ვიდეოში განვიხილოთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკვე სწორად ჩაწერილი თარიღი სხვადასხვა განგარიშებებში, ხო? მოდი შევხედოთ ახლა ეკრანზე რა მაგალითიც გვაქვს იმას. აქ გვაქვს მოცემული გადახდის ვადა, რაც თარიღის ფორმატი სწორად აქვს მითითებული, როგორც ხედავთ. გვაქვს მოცემული დებიტორი, გადასახდელი თანხა, გადახდილი თანხა, გვაქვს გამოანგარიშებული დავალიანება, რაც მარტივად არის გადასახდელ და გადახდილ თანხებს შორის სხვაობა და უნდა დავითვალოთ ახლა ვადაგადაცილების დღეების რაოდენობა. იმისათვის, რომ ვადაგადაცილების დღეების რაოდენობა დავითვალოთ, მოდი შემოვიყვანოთ თამაში ორი ახალი ფორმულა. უბრალოდ ამ ორი ფორმულიდან ერთ-ერთი დაგვჭირდება. ეს არის today ფორმულა და now ფორმულა. Today ფორმულა გვაძლევს დღევანდელ თარიღს, ხოლო now ფორმულა გვაძლევს ზუსტად დღევანდელ თარიღს, წუთსა და წამს. ორივეს ჩაწერის სინტაქსი არის უმარტივესი, უბრალოდ ფორმულას ჩავწერთ და ფრჩხილს გავხსნით და დავხურავთ, მეტი არაფერი. ხოლო მომდევნო დღეებში უკვე რომ შევხედოთ აი ამ today ფორმულას ჩაწერილს და now ფორმულას, დღეს თუ აჩვენებს რომ არის 10 მაისი, ხვალ აჩვენებს რომ იქნება 11 მაისი, 12 მაისი, 13 მაისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა დავითვალოთ ვადაგადაცილების დღეების რაოდენობა. ამისათვის ჩავწეროთ ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს if ფორმულა. ლოგიკური ტესტი იქნება რომ თუ დავალიანება მეტია 0-ზე, მაგ შემთხვევაში დღევანდელ თარიღს და F4-ის დახმარებით ჩავამაგროთ აუცილებლად, გამოვაკლოთ გადახდის ვადა და იმისათვის რომ დღევანდელი თარიღიც ჩათვალოს და გადახდის ვადა რა რიცხვიც არის ეგეც ჩათვალოს, დავუმატოთ 1 დღე. ერთიანი. ხოლო სხვა შემთხვევაში მივუთითოთ 0. ჩამოვავრცელოთ და როგორც ხედავთ, ვადაგადაცილების დღეების რაოდენობები, აი აქედან შევხედოთ, მივიღეთ როგორც უარყოფითი რიცხვები, ისე 0 და ისე დადებითი რიცხვებიც. პირველ რიგში მოდი უარყოფით რიცხვებს შევხედოთ, რატომ მივიღეთ? და როგორც ხედავთ, უარყოფითი რიცხვები იმიტომ არის მიღებული, რომ დღეს არის 10 მაისი და გადახდის ვადები აჭარბებს უფრო მერეა ვიდრე 10 მაისი. შესაბამისად, აქ მივიღეთ უარყოფითი რიცხვები, იმიტომ რომ ვადაგადაცილება საერთოდ არ აქვთ. 0 რა შემთხვევაში მივიღეთ, ახლა ეგ განვიხილოთ. 0 მივიღეთ იმ შემთხვევაში, როდესაც დავალიანება არ აქვთ 10 მაისის მდგომარეობით, ან გადახდილია უკვე. ხოლო დადებითი რიცხვები მივიღეთ უკვე იმ შემთხვევაში, როდესაც დავალიანება რეალურად არის. ანუ 1 მაისს უნდა დაეფარა შპს 100, შპს F-ს უნდა დაეფარა 6 მაისს, არც ერთმა არ დაფარა ეს დავალიანება ამ მდგომარეობით და ვადაგადაცილების დღეების რაოდენობა უდრის აი ამ დღეებს.